ქორწილი, დღე რომელიც ჩვენი ცხოვრების მთავარ მოგონებად უნდა იქცეს, განსაკუთრებულ სამზადისს მოითხოვს და ხშირად დიდ თავის ტკივილთანაც არის დაკავშირებული. სად აღვნიშნოთ ქორწილი, სად შევიძინოთ კაბა, სამკაული, საქორწილო ტორტი, ყვავილები, სად შევარჩიოთ მუსიკალური შემსრულებლები, მოცეკვავეები, ფოტოგრაფები და ასე დაუსრულებლად. ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად. საქართველოში პირველად თბილისის ზღვაზე მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Hotels and Preference Hualing თბილისი 14 მაისს საქორწილო გამოფენას მასპინძლობს. მანამდე კი ნახეთ სამზადისი გვიანი შუადღის წამყვანებით მთავარ როლში. ქორწილია ხო ვამბობდი. მუსიკას ველოდი, მე შესაბამის. ძალიან ლამაზები ხარ. თეთრი კაბა არასდროს ვწმიოს. ხოდა შორის ერთხელ ზუსტად ჩვენს გადაცემაში, ისე გიხდება დარჩიმად. ეხლა მოგიყვან ქმარს. და საბოლოოდ აღნიშნავ და შენ მოგიყვან ქმარს. უთხრათ მაყურებელს, რომ სინამდვილეში დღეს ნამდვილად არავის ქორწილი არ არის, თუმცა 14 მაისს Hotels and Preference Hualing თბილისი ყველაზე მასშტაბურ საქორწილო შოუს მასპინძლობს 12-დან 18 საათამდე, ხო? და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მოვიდნენ ჩვენთან სტუმრები და ამ თემის გარშემო ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში. წარვადგენ ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ჩვენთან ერთად არიან ნინო ჩეჩელაშვილი, სასტუმრო Hotels and Preference Hualing თბილისის მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი, ლელა აკიაშვილი, საქორწილო კომპანია Vanilla Weddings-ის ქორწილების ორგანიზატორი, ხათუნა დოჭვირი, კომპანია Dress Code-ის დამფუძნებელი და სოფიო არუთინაშვილი, ყვავილების სალონის პაპავეროს წარმომადგენელი. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ყველაფერი სწორად თქვი, მე მგონი ნერვიულობ. პირველად მაცვია თეთრი კაბა და ვინერვიულებ. შენ არიცი რაკელის გადაცემის ბოლოს. რომელის გადაცემის სიურპრიზი. ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მოდი ვუთხრათ მაყურებელს რა ელის 14-ში, იმიტომ რომ ყველას ვისაც წინა ესეთი სანერვიულო დღე აქვს, ძალიან დაეხმარებით, ხო? რა თქმა უნდა. ჩვენ მინდა აღნიშნო, რომ Hotels and Preference-ში და საერთოდ საქართველოს მასშტაბით მსგავსი ღონისძიება ტარდება პირველად. იმიტომ რომ აქ არის კომბინირებული როგორც გამოფენა, ასევე შოუ. ღონისძიება იწყება 12-დან 6 საათამდე, თუმცა თვითონ ეს გასართობი პროგრამა შოუ, რასაც ვეძახით, გაიმართება 2 საათიდან 4 საათამდე. ეს გულისხმობს იმას, რომ სტუმრებს შეუძლიათ რომ იხილონ მუსიკოსები, მოცეკვავეები, DJ, ცნობილი ილუზიონისტი გამოდის გია ფარადაშვილი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მასშტაბური ქორწილების ჩატარების საზღვარს გარეთ. ასევე იქნებიან ქართველი მუსიკოსები, ჯაზ ბენდები და ასე შემდეგ. შოუს ფარგლებში ასევე სტუმრებს შეეძლებათ რომ იხილონ საქორწილო კაბების შოუ, რომელსაც წარადგენენ ყოფილი პატარძლებით, ყველანი ძალიან ლამაზები და მშვენიერი კაბებით და ბოლოს ელით სიურპრიზი, რომელიც პრინციპში შემიძლია რომ გავთქვა კიდევაც, რომელიც გულისხმობს ნამდვილი ხელის მოწერის ცერემონიალს. ნამდვილ ქორწილში მოხდებიან სტუმრები საბოლოოდ. ვიანი არ არის, შეგიძლიათ. და ნამდვილი წყვილი გაბედნიერდება მოკლედ ჩვენს გრანდიოზულ დარბაზში. ეს რაც შეეხება თვითონ შოუს. გამოფენის ფარგლებში ღონისძიებას ესწრებიან ისეთი მონაწილეები, როგორიც არის ნატალი ჯგუფი, სილამაზის სალონის ქსელი, საათების და სამკაულების მაღაზია ქრონოგრაფი, საკონდიტრო მაღაზია ასორტი, აზატო, ასევე ფოტოგრაფები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ საქორწილო პორტფოლიოზე, ივენტ კომპანიები, მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი მხარდამჭერი კომპანიები ყველანი აქ არიან, ისინი კონკრეტულად ბუნებრივია საკუთარ საქმიანობაზე და რაც შესთავაზებენ. შეგვმოსეს დღეს და არა მარტო. დიახ. ასე რომ ძალიან საინტერესო ღონისძიება იქნება. ეს დავამთხვეთ პრინციპში აი საქორწილო სეზონის გახსნას, ასე ვთქვათ, გახსნილად ვაცხადებთ საქორწილო სეზონს, იმიტომ რომ ეხლა ძალიან დიდი მოთხოვნა არის ამოსული, ყველას აინტერესებს, ვთქვათ, რომელი კაბით შეიმოსონ, როგორი, ვთქვათ, ტორტი ქონდეთ ქორწილზე და ასე შემდეგ. ამიტომაც არაჩვეულებრივი საშუალებაა, რომ ერთ სივრცეში აირჩიონ აი ამდენი სირთულე, რაც არის რეალურად, იმიტომ რომ ამ დღისთვის ყველა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადება და ყველა დეტალს გადიან, გაუმარტივდებათ, იმიტომ რომ ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი. ეს ის დღეა, როდესაც არაფერს ნაკლი არ უნდა გქონდეს და ყველაფერი უნდა იყოს იდეალური. ისე როგორც წყვილს, რატომ მხოლოდ პატარძლები. ხო, მაგრამ მაინც პატარძლები განსაკუთრებული მოედომებით ემზადებიან ხოლმე. ამ შემთხვევაში Vanilla Weddings-ი რას გვთავაზობს? რა მომსახურებას? კი ბატონო, სრულიად სწორედ აღნიშნეთ, რამდენიმე მესიჯი რაც თქვენ თვით, ეს არის რომ პატარძალმა არ ინერვიულოს.
პატარძალი და რატო ნეტა წყვილმა რო არ ინერვიულობს, იმიტომ რომ ნამდვილად პატარძლები უფრო ღელავენ ხოლმე, მოდით ვაღიაროთ. მაგრამ პატარძალი რო ნერვიულობს, მე სიძეც ნერვიულობს. შესაბამისად, რა თქმა უნდა. და იმისთვის რომ ყველაფერი იყოს იდეალურად. ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. და სწორედ ამაშია ჩვენი უნიკალურობა, რომ თუ გჭირდებათ ქორწილი, შეგიძლიათ ჩვენთან მოხვიდეთ და დაწყებული პირველი დღიდან, როდესაც ჯერ კიდევ უბრალოდ იდეა არის გაჩენილი ქორწილის შესახებ და განსასაზღვრი გვაქვს ბიუჯეტი, საპონელი გვაქვს ჯვარსა დავიწერთ, სად იქნება რესტორანი, ყველაფერი დეტალურად, როგორც სიტყვიან 0-დან 100%-მდე ვაკეთებთ ჩვენ. ეს იდეა თვითონ მომივიდა, როდესაც ცხოვრობდი ამერიკაში, ერთ-ერთი მეგობრის ქორწილში დაგპატიჟეს, ასე რომ თქვა, სამეგობრო და როდესაც თქვა, კითხვა იყო, რომ აი საჩუქრები რა ურჩევნიათ, ან ეს რესტორანი სად არის. მოკლედ პატარძლის პასუხი ყველაფერზე იყო, კითხე ჯეინს. რა ვინტერეს ვინ არის ეს ჯეინი, იმიტომ რომ ყველაფერი იცის ამ ჯეინმა. ეს არის მისი აგენტია. ეს არის ჯეინი არის ორგანიზატორი, მისი ქორწილის ორგანიზატორი. აი ჯეილო რო გვახსოვს ფილმში რო იყო ორგანიზატორი, გახსოვს, ეგ იყო ჯეინი. ზუსტად კი. ხოლო როცა დავბრუნდი საქართველოში, მივხვდი რომ ჯეინი არ ყავს. ჯეინის ადგილი ვაკანტური იყო. და დაიკავეს გავს მომსახურებელზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება, ხო? ნამდვილად მოთხოვნა დიდია. თუმცა ჯერ ქართული ბაზრისთვის ეს ჯერ კიდევ სიახლეა, მაგრამ ერთგვარი შვება პატარძლისთვის, იმიტომ რომ წარმოედგინე როგორი რთულია, როდესაც გეგმავ და ყველაფერში თავად ხარ ჩართული და ყველაფრის ორგანიზება ფაქტობრივად დაღლილი ხარ უკვე ქორწილის დღეს, რომ კი, ნამდვილად. კი, ყოფილა ხშირად ნამდვილად რომ როდესაც უბრალოდ ქორწილში ვარ და არა ვაკეთებ ორგანიზებას, პატარძალს უთქვამს. კაბა თქვენ არ გეხება? ყველაფერი გვეხება, რას ქვია არ გვეხება. ანუ თქვენ თანამშრომლობთ ესე. ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობთ ნამდვილად. ჩვენს შესანიშნავად თანამშრომლობთ და უნდა აღენიშნოს. ძალიან დიდი არჩევანი იყო, თორებიც კი ამით ჭრელდა, მე კი მაინც ჩემსაც ვეთხოვდი რომ იყოს კაბა სადა იყოს, მაგრამ მე მგონი ისეთია, ხო? შენ ნურცასთან შედარებით შენი კაბა ძალიან სადაა მაგალითად. შედარებით ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი. შესაბამისად ნებისმიერ გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს ამის თქმა მინდა, ხო? მაინც როგორ კაბებზია უფრო დიდი მოთხოვნა დღეს. მოთხოვნილება არის უფრო მეტი ძალიან სადა მოდელებზე. დახვეწილ მოდელებზე, ესე რომ ვთქვათ, და კერძო დაკვეთებზე, ანუ გოგონები თვითონვე ირჩევენ თავის მოდელს, ანუ კაბას და ანუ ვთქვათ, აი ჟურნალში თვალიერების დროს ან ინტერნეტში წავაწყდი კაბას, რომელიც ძალიან მომწონს, შემიძლია აბსოლუტურად მაქსიმალურად რომ გინდოდეთ ანალოგიური მოდელი, აბსოლუტურად ანალოგიურ მოდელს გიკერავთ და შეგიძლიათ ქირაც, ყიდვაც, კანტორ საკმაოდ დიდ თანხებთან არის, ხო? დაკავშირებული და ვიღაცა შეიძლება არ კონდეს ამის შესაძლებლობა. ყველა ფენაზეა გათვლილი, დაბალფასიანი, საშუალო და მაღალფასიანი. უფრო მეტი წილი კერძო დაკვეთებზე არის დიდი მოთხოვნილება ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ გოგონები თავისი ინიციატივით, თავისი გემოვნებით იკერავენ კაბებს და ირგებენ, ესე რომ ვთქვათ. პატარძლები რამდენად პრეტენზიულები არიან? ძალიან პრეტენზიული. აი მაგალითად მომავალი პატარძლები. იყო მანამდე პრეტენზიული კაბას. ძალიან პრეტენზიულები არიან, მაგრამ მაქსიმალურად მე თავიდან ბოლომდე დავემორჩილე და მე თქვენი გემოვნებით დამირჩილე. მე სხვათა შორის ვეცადეთ, რომ მოვგებოდით თქვენს გემოვნებას, თქვენსაც და რა თქმა უნდა თქვენსაც და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე გავითვალისწინოთ პარამეტრები, რა მოუხდება, ხო? სილუეტი როგორი აქვს და თქვათ არჩეული აქვს გოგონას მოდელი, მაგრამ აბსოლუტურად არ მოუხდება. და ამიტომ ჩვენ უკვე მუშაობთ ინდივიდუალურად და ვარგებთ იმ მოდელს, რომელიც მას ოცნებად ქონდა გადაწყვეტილი. არის ხოლმე ისე ყველაზე ტენდენციური, მაგალითად ვიღაცამ ბიონსემ ვთქვათ, ჩაიწვა ესეთი კაბა და ძალიან ბევრი მოდის ამ ფოტოთი. აი ვისი ყოფილა ესეთი ძალიან პოპულარული კონკრეტულად რო გამოვყოთ, თუ ესე გაგვიჭირდება. ესე გამიჭირდება ცოტა, მაგრამ ყველანაირად, აი მაქსიმალურად ვთქვათ, არ მოუხდება ვიცით, ხო? ვაცმევთ კონკრეტულ მოდელს და უკვე ვანახებთ თავის თავს, რომ სხვა მოდელი უფრო კარგად მოვარგოთ. და ამაზე ვმუშაობთ ერთობლივად, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ პატარძლის აზრს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ბუნებრივია პატარძლის აზრი არის მაქსიმალურად გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, იმიტომ იმას აქვს ოცნებად გადაქცეული ის მოდელი და ამიტომ ძალიან ვფრთხილობთ, რომ ის ოცნება ცოტა რეალობაში დავაბრუნოთ და
ლამაზი გამოვიდეს საბოლოოდ. კიდევ ეს ჩავერთვები, რომ ზოგჯერ თქვენთან მუშაობის დროს პატარზალმა თვითონ თქვა, რომ არა ჯობია, რასაც ესენი მეუნებიან და ჯობია ისე შევცვალოთ ჩემი იდეები. ხშირ შემთხვევაში გვენდობიან. როდესაც პროფესიონალი გირჩევს, რა თქმა უნდა, ეს აზრი გასათვალისწინებელია. კიდევ ერთი განუყრელი ატრიბუტი, როდესაც ქორწილზე ვსაუბრობთ, ეს არის თაიგული. ჩვენი თაიგული, რომელიც სტუდიაში მზადდებოდა, უკვე მზად არის და მაკოშენ არ გქონდა ხო? ხო, შეგიძლია რომ მომეწოდო? როგორ არა, ის სტუმარსაც გთხოვთ ჩვენთან. დაბრძანდით და თან ვის გინდა რომ გამიცვალო, მოდი გამიცვალო. ძალიან ლამაზია ნამდვილად. თაიგულის არჩევაც საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ უნდა მოუხდეს ალბათ იმ სტილს, რა გარემოშიც კეთდება ქორწილი, კაბას და ასე შემდეგ. უმეტესწილად როგორ თაიგულებზე არის მოთხოვნა? ეს დამოკიდებული არის აბსოლუტურად პატარძალზე და მის ხასიათზე, იმიტომ რომ ანუ კაბაზეც არის ეს დამოკიდებული, როგორი სტილის კაბაა ცვია პატარძალს. არის ძალიან კლასიკური კაბა და მაგალითად ეხა სუკულენტებით, კენკროვანი ხილით ამას ვერ გააკეთებ, აუცილებლად უნდა იყოს დაცული იქ. რაღაც კლასიკური ვარდი, ორქიდეა, ანუ სხვადასხვა ყვავილები. ეხლა მაგალითად თქვენს გიჭირავს, მანდ არის სუკულენტები, ტრახილიუმი, ვარდი, ბრუნია. ეს უბრალოდ ეს ტენდენცია შემოვიდა ეხლა ეგეთი თაიგულების, უფრო მეტად ხშირად ვაკეთებთ ეგეთ თაიგულებს და ძალიან ლამაზი გამოდის, უბრალოდ ფერშიც, უფრო პასტელური ფერები არის, რაღაც და ანუ დედოფლის ხასიათს ეს გამოხატავს ძალიან თაიგული. მეჯვარეებსაც უჭირავთ ხოლმე, ხო? კი, მეჯვარეებს უჭირავს თაიგული და არის ხოლმე ესეთ ვარიანტები, როდესაც სამაჯურები უკეთიათ კიდე ხელზე ან გვირგვინები. გვირგვინი კი ძალიან ლამაზია. მე ეს ვერსია ძალიან მეჯვარეები არიან. ხო, იმიტომ რომ ეგრე ხო ამბობენ რომ პატარძლის შემდეგ მეჯვარეები არიან მთავარი მოქმედი პირები ქორწილშიო და უფრო ადვილად ამოსაცნობები ხდებიან. რადგან ამერიკულ ვერსიას მიყვებით, ესე ვთქვათ, ხო, რაღაცეები არის, რასაც დილობთ, რომ თქვათ ჩვენთან დაამკვიდროთ, იმიტომ რომ მეც მაგალითად ყოფილვარ ამერიკულ ქორწილში და რაღაცები ძალიან მომწონს, მაგალითად სიტყვა, რომლითაც მიმართავენ ხოლმე სტუმრებს და ძალიან ემოციურია და თუ გთანხმდებიან ხოლმე, ხო, და მე იქ ტირიან კიდე ვინც ისმენენ და ასე შემდეგ და თუ გაქვთ ხოლმე ესეთი მცდელობა, რომ ჩვენთანაც შეაპაროთ ნელ-ნელა რაღაც ესეთი. კი ბატონო, აგრეთვე ძალიან მომწონს მე მაგალითად ის იდეა, როდესაც ისინი ერთმანეთს ფიცს ეუბნებიან, ანუ აუცილებელი არ არის ეს ფიცი იყოს როგორც ასეთი, მაგრამ უბრალოდ აი მისი სიყვარულის კიდევ ერთი გამოხატულება აი ესეთი ფორმი და ძალიან ხშირად ცრემლები ცრემდებამდე მიდის ხოლმე ეს ფაქტი, თუმცა აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლიენტების უმეტესობა არის ან არაქართველი, ან უცხოელები, ან ქართულ უცხოელი წყურები, ასე რომ თვითონაც აქვთ ხოლმე ის იდეები, რაც თქვა თავს ქვეყნებში არის გავრცელებული. იმიტომ რომ მათთვის ეს ტრადიცია. საჩუქრებსაც განსხვავებულად არჩევენ, წინასწარ არსებობს, ხო, სია, საიდანაც უნდა აარჩიო და შესაბამისად ვერც ერთ ვარიანტში ვერ აჩუქებ იმას, რაც არ გაახარებს. ეს სწორია. კი, მეც მომწონს. როდესაც წინასწარ ზუსტად იცი რა საჩუქარი უნდა გააკეთო. ადგილი, სადაც უნდა გადაიხადო ქორწილი, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში თავსატეხი არის ხოლმე წყვილისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჰუალინგი იძლევა მის საშუალებას, რომ დაუვიწყარი დღე, დაუვიწყარ გარემოში აღვნიშნოთ. უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ უკვე აი ამ კუთხით. ჩვენ ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ ყოფილიყავით ორგანიზატორები აი ამ არაჩვეულებრივი დღის, რადგანაც ჩვენ სასტუმრო გვაძლევს არაჩვეულებრივ საშუალებას რომ ვიამაყოთ ჩვენი დარბაზით, იმიტომ რომ ამ ეტაპზე თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, მთელ საქართველოში ჩვენ გვაქვს ყველაზე მასშტაბური სივრცე. ეს არის 800 კვადრატული მეტრი, სადაც ეტევა დაახლოებით 700 ადამიანი. და მასშტაბებს რომ თავი დავანებოთ, იმდენად შთამბეშტავია და უხდება ქორწილის თემას და ჭაღებით, კი ყველაფრით პრინციპში, რომ აი ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა წყვილებისგან. ეს დაიწყო შარშან ივლისში, ჩვენ ჯერ გახსნილებიც არ ვიყავით ოფიციალურად, როდესაც წამოვიდა მოთხოვნა, კი, და აი ახლა ივნისიდან მოყოლებული კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი რეზერვაცია ქორწილების თემატიკასთან დაკავშირებით. ანუ ადრე უნდა დავიჭიროთ ძალიან თადარიგი ხო თუ უნდა მაყურებელს. კი, აი მაგალითად შარშან ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ყოველი შაბათი კვირა ქორწილები გქონია და აი ამიტომაც რაც მეტი დრო გადის, მეტი და მეტი ადამიანისგან მოდის ეს მოთხოვნა. რაც შეეხება აი ადგილს, აქ მხოლოდ არ არის საუბარი მასშტაბზე და იქ დიზაინზე, საუბარი არის იმაზე, რომ ეს არის საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Hotels and Preferences, რომელიც არის პირველი სასტუმრო საქართველოში და შესაბამისად ის აკმაყოფილებს ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს, როგორიც არის, თქვა, გამოცდილი სამუშაო გუნდი, რომელიც ძალიან მორგებული არის წყვილის მოთხოვნებზე. ეს არის უმაღლესი ხარისხის კერძები, ეს არის მაღალი სერვისი. ამიტომაც
ჩვენ გვინდა რომ ხალხს დავანახოთ რომ სასტუმროში ქორწილის გადახდა ეს არის ერთი დიდი კომფორტი რომელიც აერთიანებს აი ამ ყველანაირ სტანდარტებს რაც საჭირო არის წყვილებისთვის. შედარებით ნინოს აგრეთვე კომფორტი ხდება განსაკუთრებით მაშინ როცა ჩამოდიან საქართველოში. ან როცა ჩამოდიან საქართველოში ქორწილის გადასახდელად და მაშინ პირდაპირ მოთხოვნა არის ხოლმე რომ იყოს სასტუმროში. ხო, იმიტომ რომ სტუმრებისთვის ეს ძალიან მოსახერხებელია რა თქმა უნდა. შედარებით მოკრძალებული ქორწილებისთვის თქვენი კარი ღია, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მომწონს ლოკაცია და ყველაფერი ის რასაც ვთავაზობთ, მაგრამ არ მინდა რომ იყოს ძალიან დიდი, ხო და სტუმრების ჩამონათვალი იყოს ისეთი ძალიან შთამბეჭდავი. ამ შემთხვევაში რა ხდება? მოგებული ყველანაირ სტანდარტებს, ყველანაირ მოთხოვნას, რასაც გთხოვს წყვილი. ჩვენ შეგვიძლია ეს იყოს 800 კაციანი, ეს შეიძლება იყოს 100 კაციანი. ჩვენ ჩაგვიტარებია 150 კაციანი ქორწილიც, რომელიც ყოფილა ძალიან ესეთი შინაურული და აბსოლუტურად განსხვავებული. უმეტესწილად ქორწილები რაც ჩატარდა ჩვენთან იყო ასე ვთქვათ კომბინირებული ტრადიციულ ქართული და ასევე უცხოური ელემენტებიც, აი როგორც ველა იძახეს რაღაც ეს ამერიკული ემოციურობებით და ასე შემდეგ. ამიტომაც ვართ ყველანაირად მორგებული და მზად ყველანაირი გამოწვევისთვის, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება წარმოიშვას. შესაბამისად, ის გადაგვრჩენია, რომ კიდევ ერთხელ გავუმეოროთ ჩვენს ტელემაყურებელს, როდის უნდა მოვიდეთ, რომელი საათიდან რომელ საათამდე, იმიტომ რომ მართლაც ახლა ქორწილების სეზონი იწყება და იმისთვის რომ თქვენ არ ინერვიულოთ პატარძალმა და მეფემ არ ინერვიულოს. კიდე არიან მან სიტეტრის იმამდე დედამთილი. ოჯახი რასა. შეგვიძლია ვენდოთ უბრალოდ ჩვენი მოთხოვნები თუ ჩვენი სურვილები გამოვთქვათ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ხო? დარწმუნებული, შეგიძლიათ ვანდობოდეთ დარწმუნებული. სხვათა შორის კაბაზე საუბრობთ, ახლა ჩვენ სამიოს გვაცვია თეთრი კაბა, მაგრამ რამდენად ტენდენციურია უკვე სხვა ფერის სხვათა შორის შემოვიდა ტენდენცია კონტრასტულ ფერებზეა საუბარი. კონტრასტულია. კრემის ფერი, სტილოსტილის ფერი, აი ჭუჭრიანი ვარდისფერი, მეტი ისეთ მუქ ფერებს. მეჯვარეები თუ იკერავენ ხოლმე ერთი ფერის კაბებს, იმიტომ რომ ეს ტენდენციაც შემოვიდა. კი ბატონო, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და ყველა მეჯვარი აბსოლუტურად რამდენიც არ უნდა ყავდეს პატარძალს. ყველა საცვია ერთ ტონალობაში, შეიძლება ერთი მოდელი კაბების და ძალიან ლამაზად გამოიყურება და ძალიან ალამაზებს. მაგას პატარძალი წყვეტს ხოლმე ისე რაღაც. და რო აირჩევს ისეც ვარ გიხდება. უარს რომ ვერეუბნები ხალხი და მისი დღეა და მან რო დავარწმუნო რომ უხდებათ და რომ მისაღებია. ნუ ხა პატარძლის დღეა უნდა დაუთმო სხვა გზა არა. სხვათა შორის ამერიკულ ტრადიციებზე ვსაუბრობდით და ეგრეთ წოდებულ ამერიკულ ქორწილზე და გვახსოვს ალბათ ქორწილამდე, როდესაც გოგონები ცალკე მიდიან გასართობად, ბიჭები ცალკე მიდიან გასართობად. ამ მხრივ ამის ორგანიზებას იღებთ თქვენ თავზე? რა თქმა უნდა. ყველაფერი. ჩვენი უნიკალობა სწორედ ამაშია. ჩვენი უნიკალობა სწორედ ამაშია. შეყარებულობიდან ფაქტიურად ქორწილამდე მიყვებიან ესე კი. აი ხელის თხოვნიდან ბოლომდე ვაცილებთ ხოლმე საქორწინო მოგზაურობაში და მე კიდე მადლობის მესიჯებს ვაგზავნით ქორწილზე მომხდარებისთვის. თვითონ ქორწილამდე თუ მივედით, ესეც არის რომ ხშირად ქართული ქორწილი ბევრისთვის შეიძლება იყოს მოსაწყენი, კიდე გააჩნიათ თამა და ვინ იქნება, ხო? და როგორც დღეგრძელოებს სიტყვის და ახალგაზრდები, თუ ვთქვათ ისე არის რომ მშობლების ნათესავებიც არიან, ხანდახან ისე ხდება რომ ახალგაზრდები ძალიან მოწყენილები ტოვებენ ხოლმე, ხო, სუფრას. აი ეს პროგრამა არის რამე განსაკუთრებული, რითიც ახალისებთ სტუმრებს იქნებიან ახალგაზრდები თუ შედარებით ვთქვათ მოზრდილი ასე. კი ბატონო, აუცილებლად ნინუმაც ახსენა რომ 14-ში წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა ის სერვის პროვაიდერები, რომლებიც თავაზობენ სერვისს თვითონ ცერემონიის დროს, თვითონ ქორწილის დროს, ასე ვთქვათ, წვეულების დროს. ამიტომ ხშირად ყავს ხოლმე წამყვანი, ესეთი Master of Ceremony ინგლისურად ქვია და ის წამყვანი უკვე მართავს ამ ყველაფერს. გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენელი აუცილებლად არის ქორწილში და უფლება არ აქვს რომ დაждდეს, იმიტომ რომ იყოს ყველაფერი იდეალურად, რომ არავინ არ მოიწყინოს და ყველაფერი იყოს კარგად და ძირითადად გვაქვს ხოლმე გაყოფილი, ასე რომ ვთქვათ, თავდაპირველად არის უფრო ტრადიციული ნაწილი, მაგრამ ეს ნელ-ნელა მცირდება დროში და მე უკვე გადადის უფრო გართობები, წამყვანი, სიმღერა, თამაშები ძალიან აქტუალური გახდა ამ დროს. თამაშებია ეს რა ტიპის? სხვადასხვა ტიპის თამაშები გვაქვს. სხვადასხვა შორის ორი თამაში მოტანილი მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ვითამაშებთ, შეგვიძლია ვითამაშოთ. მაგალითად, დროში ჩავედიოთ თავარი. აი რა ცუდია შეზღუდული როცა ხონა დაასრულა გადაცემა, მაგრამ ეს საკუთრების როცა ქორწილი. სრულიად ორწუთიანი თამაშია. შენ როგორ მოთმინებით გახადა ელოდები. როცა ელოდება რომ თაიგული ისროლოს, ანეტა ვინ დაიჭერს. აბა გვითხარი. იმისათვის რომ ქორწილის დღე იყოს იდეალური, აუცილებლად ქორწილის დღეს პირველი რასაც ვეუბნებთ პატარძალს, ეს არის იყოს პოზიტიური. ანუ ვქმნით აი ამ პოზიტიურ გარემოს იმის გარშემო, იმისთვის რომ არც ერთი წამით არ ანერვიულდეს, არ
შეუდრკეს ხმა და ასე არ გადაიფიქროს. არ გაიქცეს. იქამდე არ ვიდივართ ხოლმე. ჯერ არ გაქცევა. ამიტომ მე მაქვს თქვენთვისაც დღეს პოზიტიური მესიჯები და აგრეთვე დღეს ბედნიერი ციფრი. ცოტა ქვევიდან მოვიღებ. კი ბატონო. გახსნა? გახსენე? სტუმრების. რა კარგია. მოდი თქვენს მოგცემ. აბა. აი, შენი ბედნიერი რიცხვი დღეს არის 40 და ხო შეიძლება რომ წავიდეთ ხმამა. შენი ბედნიერი რიცხვი დღეს არის 43. დღის გამონათქვამი. ნუ ეძებ ბედნიერებას თავად შექმენი. საკო მეცე გამომივიდა. მე ამოვიდა. შენი ბედნიერი რიცხვი დღეს არის 23. მაგ სკოლაში ვსწავლობდი სკოლაში და დღის გამონათქვამი ბედნიერება კოცნას წააგავს, უნდა გაუზიაროს ხვას რომ შენ სიამოვნო მისი. ესეც გაგიცვალო გინდა. შენი ბედნიერი რიცხვი დღეს არის 12, დღის გამონათქვამი ნუ ეძებ ბედნიერება შექმენი ის დაიწყო. ფანტასტიკია. სტუმრებს დიდი მადლობა უთხრა და გავიარო ასე სიძის გარეშე. გაიარ გამო. თაიგული ვისვეს. ხოთშერ სულ მეგონა რომ რთული იქნებოდა ამ კაბის მოსინჯო და თურმე ძალიან კარგი. ხო არა, კომფორტულია ნამდვილად. საკმაოდ. კი. საკო თაიგული არ ვისროლოთ? თაიგული ვისროლ. მაყურებლებისკენ ისროლეთ. მე ჩემი ძალიან წელს ვერსად ვერ ვისვრე, მინდა რომ მე მქონდეს. კარგი, ვისროლოთ. მოდი. მაყურებელს ვისროლოთ? არა, მე მგონი ჩვენ სტუმრებს და დაიჭერენ თან და რაღაცა და შემდეგ მე როგორც ორგანიზატორი ვცებ. კი, მე აქეთ ვისვრე. კარგი. 1 2 3 მე მეგონი მეორედ გავთხოვდები ერთი და იგივე ადამიანზე იმედი მაქვს. ამისიბა ჩვენ წარ ბედნიერება გუსურვოთ ყველა ვინც უკვე იპოვა ის ადამიანი ვისთან ერთადაც ყოფნა უნდა და თუ ქორწილი ჯერ არ გქონიათ 14-ში იცით სად უნდა წახვიდეთ რომ თქვენი ქორწილი იყოს ისეთი როგორიც არ დაგავიწყდებათ არც თქვენ და ეს ისედაც ასე იქნება და არც სტუმრებს რაც თავარია ხო? ნამდვილად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრათ სტუმრებს. დიდი მადლობა. და დავამშვიდობა ჩვენს მაყურებელს. ხვალ და ხოლ 3 საათზე რა თქმა უნდა ყველა პირდაპირ ეთერში ვიქნებით. Go ahead.